მოგესალმებით, New Vision უნივერსიტეტის სტარტაპ კლუბის ფარგლებში დავიწყეთ პოდკასტების სერია და ჩვენი პირველი სტუმარია გიორგი ბურდული, ანტრეპრენერი და ლექტორი, ტექნოლოგიური კომპანია Mimirex-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმები გიორგი, პირველ რიგში მადლობა შენი დროისთვის და რომ დავიწყოთ რას საქმიანობდი სტარტაპამდე და შემდეგ რამ გიბიძგა რომ დაგეწყო სტარტაპი. მოგესალმებია თუნა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება მანამდე საქმიანობას, არ ვიცი, ძალიან ბევრ ინდუსტრიაში და ძალიან ბევრ სექტორში ვიყავი მანამდე. არც კი მიფიქრია რომ სტარტაპერი ვიქნებოდი. რამდენიმე წლით ადრე, ჩემი კარიერა დაიწყო საჯარო სამსახურში, ესე ვთქვათ, დაახლოებით 7 წელი ვიყავი საჯარო სამსახურში, საჯარო მოხელე. და მე გადავედი კერძო სექტორში, მანამდე საერთოდ სიტყვა ბიზნესიც კი არ ვიცოდი კარგად რას ნიშნავდა, როგორც საჯარო მოხელე, იმიტომ რომ ჩემი მიმართულება იყო პოლიტმეცნიერება და დიპლომატია. მე დავამთავრე ბიზნეს სკოლა MBA და წავედი კერძო სექტორში. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ კერძო სექტორში, სხვათა შორის ჩემო სტუდენტებმა მომწეს ინსპირაცია, რომ სტარტაპი დამეწყო. იმიტომ რომ 2019-20 წლებში მომიწია სტარტაპერების მენტორობა, სტუდენტის სტარტაპერების მენტორობა და მან აღმოვაჩინე რაღაცა ახალი ინტერესი ტექნოლოგიური სტარტაპები. იმიტომ რომ მე მათ ესე ვთქვათ, ვატრენინგებდი მენეჯმენტის ნაწილში. მაგრამ რომ გავიგე მათი იდეები, რომ მოვისმინე მათი პროექტები, ბიზნეს მოდელები ასე შემდეგ, ძალიან დავინტერესდი და მე გადავწყვიტე 2019-20 წლებში რაღაც მომივიდა ინსპირაცია, რომ სტარტაპი შემექმნა. თუმცა მე უკვე დაახლოებით 1 წელიწადში მომივიდა Mimirex-ის იდეა. Mimirex-ის შესახებაც რომ მოგვიყე, შენ თვითონ რა კომპანია და საერთოდ რატომ გადაწყვიტე ამ ინდუსტრიის მიმართულებით რომ დაგეწყო? აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ შენთვის საინტერესო სფეროში დაიწყო სტარტაპი, თუ უბრალოდ სტარტაპის კეთება რო გინდოდეს ნებისმიერ სფეროში წარმატებული იქნები? ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ჩემ შემთხვევაში იყო განათლება. მე ძალიან მიყვარს განათლება, მანამდე ვიყავი დაახლოებით 7 წელი ლექტორი და როგორც კი პანდემია დაიწყო, ლექტორები ვიყავით, ერთ-ერთი პირველი ადამიანები, რომლებსაც მოგვიწია Zoom-ით, Microsoft Teams-ით, Google Meet-ით და ასე შემდეგ ლექციების ჩატარება. მოუწია Zoom-ზე გადასვლა მაშინ, მაგრამ ჩვენ მოგვიწია ძალიან ადრე, იმიტომ რომ სანამ ყველაფერი ჩაიკეტებოდა, მანამდე გავიარეთ ყველანაირი მომზადება იმისთვის უნივერსიტეტებში, რომ ეს ლექციები ჩაგვეტარებინა online. სანამ ოფიციალურად ჩავიკეტებოდით, მანამდე 1-2-3 კვირით ადრე უკვე ამას ვაკეთებდით. და როგორც კი დავიწყე Zoom-ში ლექციების ჩატარება, იმ წამსვე გამიჩნდა ინტერესი, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მონეტიზაცია და ბიზნეს მოდელის აწყობა ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რომ Zoom-ი არსებობდა და Google Meet-ი არსებობდა და Microsoft Teams-ი და კიდევ ბევრი WebEx-ი და ასე შემდეგ. უამრავი პლატფორმა იყო ასეთ, თუმცა არ ვიყენებდით რატომღაც და საქართველოში ხო 2019 წელს ვინმესთვის რო გეთქვა, რომ Zoom-ში შევხვდეთო, ძალიან უცნაური იყო, ხო? და როგორც კი გამოყენება დავიწყე, ერთმა სემესტრმა ჩაიარა და ასე შემდეგ, სულ ფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება მონეტიზაცია ამ ყველაფრის და 2021 წლის იანვარში მომივიდა ეს იდეა, რომ ხომ არ გავაკეთოთ ისეთი პლატფორმა, სადაც ადამიანები შეძლებენ სხვა ადამიანებს დაუკავშირდნენ, ექსპერტებს, ესე ვთქვათ, და მიიღონ დახმარება, იმიტომ რომ მე თვითონ ამ ეტაპზე უკვე სტარტაპერებს ვატრენინგებდი მენეჯმენტის მიმართულებით, ანუ კომპანიის მენეჯმენტი, გუნდის მენეჯმენტი და ასე შემდეგ. კომპანიის ნაწილში მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამოცდილება იყო ტრადიციულ ბიზნესში მანამდე და რომ შევხედეთ, მე თვითონ გამოვცადე როგორც ბჭყალებში ექსპერტმა ეს ნაწილი და მივხვდი, რომ რატომაც არა. ადამიანები ამაში ალბათ ფულს გადაიხდიდნენ, ალბათ საინტერესო იქნებოდა და თან ამას ახლდა ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, სარგებელი. მაგალითად ის, რომ არ მოგიწევდა ფიზიკურად შეხვედრა ადამიანთან, მაგალითად ის, რომ გადახდების ფუნქციონალი უკვე საქართველოში და ბენკინგის სისტემა ძალიან განვითარებული იყო და შეიძლებოდა დისტანციურად გადახდები და ასე შემდეგ და ადამიანები დაზოგავდნენ დროს, ენერგიას, ფულს და ასევე მათი პრობლემები მალე მოგვარდებოდა და გადაიჭრებოდა. თუმცა ცოტა უფრო განათლების კუთხით უყურებდი ამ ყველაფერს, უფრო მენტორინგის მიმართულებით, ვიდრე ერთჯერადი კონსულტაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ Mimirex-ი არის პლატფორმა, რომელიც
მომხმარებელს აკავშირებს კონკრეტული სფეროს ექსპერტთან. შედიხარ ჩვეულებრივად ექსპერტების ჩამონათვალია, შეგიძლია სფეროების მიხედვით დასერჩო, შეგიძლია ფასების მიხედვით, შეგიძლია ბევრი რაღაცის მიხედვით გაფილტრო, ესე ვთქვათ, იპოვო შენთვის საინტერესო ადამიანი, პროფესიონალი ექსპერტი რაღაც სფეროში, იქვე დაჯავშნო მასთან კონსულტაცია ონლაინ, რო ჩაინიშნება ეს ვიდეო კონსულტაცია, ლაივ რეჟიმში გაესაუბრო, დაგეხმარება თუ დაეხმარო შენ როგორც ექსპერტი და შემდეგ გადახდის სისტემა ჩაშენებული გვაქვს, ფიდბექის უკავშირის სისტემა ჩაშენებული გვაქვს და ძალიან მარტივად ხდება ციფრულად სრული პროცესი, ესე ვთქვათ. და ექსპერტების შემთხვევაში ექსპერტების სარგებელი არის ის, რომ შეუძლიათ საკუთარი ცოდნის მონეტიზაცია და გამოცდილების, იმიტომ რომ საქართველოში ესეთი ტენდენციაა, რომ არავის უნდა რატომღაც კონსულტაციაში ფულის გადახდა და რაღაცას კითხავ უცებ 5 წუთით და მე ეს 5 წუთი გრძელდება 2 საათი. ჯიტას საგრანტოები რომ ახსენდება, მსგავსი იდეები რამოდენიმე ჰქონდა, თუმცა ძირითადი მათი სფერო იყო, რომ დეველოპერებს აკავშირებდნენ ბიზნესებთან, რომელთაც სჭირდებოდა ტექნოლოგიური გადაწყვეტები თავიანთ ბიზნესებში. მის შემდეგ ეს სტარტაპები გაქრნენ რატომღაც აღარ გამიგია მათ შესახებ და მაინტერესებს რა ძირითადი ფაქტორებია წარმატებისთვის სტარტაპში, რომელიც გეხმარება, რომ განვითარდე, გაიზარდო და ასე რომ ვთქვათ, მიაღწიო შემდეგ რაღაც მწვერვალებს. ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ჩვენნაირი სტარტაპი გაქრეს, არის ბაზრის ზომა საქართველოში. იმიტომ რომ ასეთი სტარტაპისთვის და marketplace ბიზნეს მოდელით ძალიან ძნელია რომ შეინარჩუნო ესე ვთქვათ, გაყიდვები, კლიენტები, ანუ გაზარდო მათი რაოდენობა, იმიტომ რომ ჩვენც დეველოპერებით დავიწყეთ, მოგეხსენება, დეველოპერებს ვაკავშირებდით უფრო სინიორ დეველოპერებთან დახმარების მიზნით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა დეველოპერია ისედაც საქართველოში, მერე მათგან ძალიან პატარა პროცენტი არის მზად, რომ საერთოდ აქვს მას დრო, რომ ჩაერთოს როგორც ექსპერტი. ძალიან ცოტა არიან ზოგადად მომხმარებლები, რომლებიც კონკრეტულად დეველოპერს მიმართავდნენ კოდში რაღაცაზე დასახმარებლად. შესაბამისად, ამ ფაქტორიდან გამომდინარე და კიდევ იმ ფაქტორიდან, რომ ბევრმა ადამიანმა კითხა, რომ როდის ამატებთ მაგალითად სამართალს. მე იურისტი ვარ და მინდა რომ მეც განვათავსო ჩემი პროფილი. მე ვარ ფსიქოლოგი, მე ვარ ბუღალტერი, მე ვარ ფინანსისტი და ასეთი მოთხოვნები შემოგდიოდა ძალიან ხშირად და მე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა პლატფორმა და აბსოლუტურად ყველა მიმართულების ექსპერტი დარეგისტრირებული იყო და ძალიან მალე რამდენიმე კვირაში უკვე 20-ზე მეტი კატეგორია გვქონდა. ძალიან მალე, იმიტომ რომ ყველას დაინტერესა, რომ რა არის ეს მიმირექსის გამოცდილება, როგორ შეიძლება რომ ჩვენი სერვისი გავუყიდოთ. თუმცა ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ბაზრის ზომა არის ურთულესი საქართველოში სტარტაპისთვის, იმიტომ რომ საკმარისი მომხმარებელი არ ყავს ადგილზე იმისთვის, რომ შენ მონეტიზაცია სწორად მოახდინო და საკუთარი თავი შეინახოს სტარტაპს. ანუ თქვენ შემთხვევაში რაც გამოვიდა, იყო ის, რომ ადაპტირდით გარემოსთან, დაიწყეთ სხვა რაღაცით, მაგრამ აი ძალიან მარტივად დავიწყეთ სხვა რაღაცით და მე გავხსენით ყველა სფეროს ექსპერტებისთვის, მაგრამ აქ არ გავჩერებულ ვართ, იმიტომ რომ შევხედეთ, რომ ბაზარი პატარაა და ანუ ცოტა ნელა იზრდებოდა გაყიდვები, შარშან გაზაფხულზე გავეშვით. თავიდან წავიდა კარგად, მე რაღაც პერიოდი გაჩერდა, ანუ ხალხი ესე ვთქვათ, შვებულებებში წავიდა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მოქმედებს. მაშინ იყო, არ ვიცი, პოლიტიკური სიტუაციაც დაიძაბა ცოტა ხანი, მერე შვებულებების სეზონი, მათ შორის ფეხბურთი, ევროპის ჩემპიონატი დაემთხვა და მთელი ყურადღება იყო ფეხბურთის მიმართულებით. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ჩვენი გაყიდვები მაგრად დაეცა, როცა ფეხბურთი დაიწყო. ანუ ესეთი ფაქტორებიც არსებობს, რომ ხალხს არ აინტერესებდა არაფერი, ну თან ზაფხულიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ უცებ გადაერთო ყველა ფეხბურთზე და სტარტაპი და რაღაც კონსულტაცია არავის ახსოვდა. და მე უკვე შემოდგომაზე არჩევნები გქონდა, ესეც რა თქმა უნდა მოქმედებს და შემოდგომაზე გადავწყვიტეთ, რომ ახალი პროდუქტი დაგვემატებინა ერთი, რომელიც არის მასტერკლასები. მასტერკლასები არის ძალიან საინტერესო პროდუქტი საქართველოსთვის, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, მომხმარებელი არ არის მზად გადაიხადოს ფული კონსულტაციებში, ინდივიდუალურ კონსულტაციებში, თუმცა მომხმარებელი უკვე მიჩვეულია ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ მასტერკლასებში და ტრენინგებში ფული გადაიხადოს. სამომხმარებლო ჩვევა ამისი არსებობს. შესაბამისად, როგორც კი ეს პროდუქტი შემოვაგორეთ რეალობაში, იმ წამსვე წამოვიდა დაინტერესება და ჩვენ გვეგონა, რომ საცალო გაყიდვები გვექნებოდა ძალიან ბევრი და ვთქვათ ბიზნესი დააგვიანებდა ან რაღაც
მაგრამ პირიქით მოხდა. რამდენიმე კომპანიას ჩაუტარეთ სატესტო რეჟიმშიც და ისედაც და გაყიდვები დაიწყო და თურმე მასტერკლასები გაცილებით უფრო გაყიდვადი პროდუქტია, ვიდრე საკონსულტაციო საათები. ეს რატომ ეხა? როგორც ვახსენე, სამომხმარებლო ჩვევა, პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ესმის. მასტერკლასს რო ეუბნები კომპანიას ესმის მასტერკლასი. საცალო ბაზარზე მასტერკლასების კულტურაში არის ერთი ფაქტორი, რომელიც ჩვენ არ დაგვეხმარა. ეს არის უფასო ფაქტორი. ანუ, როდესაც საცალო მომხმარებელს ესმის მასტერკლასი სიტყვა, ავტომატურად ფიქრობს, რომ უნდა იყოს უფასო. ესეთი კულტურა არსებობს საქართველოში. და როდესაც კომპანიას ესმის, კომპანია ფიქრობს, რომ თანხა უნდა გადაიხადოს ამაში და მისთვის სასარგებლო იქნება. ტრენინგს და მასტერკლასს შორის, ანუ ვორდინგი რო ავიღოთ სიტყვებით, განსხვავება ის არის მომხმარებლის თვალში, რომ მასტერკლასი უფასოა, ტრენინგი არის ფასიანი. და კომპანიების შემთხვევაში ძალიან კარგად წაიღო, ესე ვთქვათ, წავიდა და კომპანიებს ძალიან მოეწონათ, იმიტომ რომ 3-თვიანი და 4-თვიანი ტრენინგის ყიდვა და მე ამაზე დასწრება ყოველდღიურად ბევრ მომხმარებელს ოჯახი ყავს მაგალითად, ბევრი სხვა ვალდებულება აქვს და ვერ ესწრებიან. და კომპანიებს იმიტომ მოეწონათ, რომ არის ფასი ხელმისაწვდომი, ასევე თანამშრომელს არ უწევს სამუშაო ადგილის დატოვება დიდი ხნით. 2-3 საათში შეიძლება რომ კონკრეტული სფერო შეიძლება მეტნაკლებად ზედაპირულად, მაგრამ რაღაც მიმართულებით შეისწავლოს მასტერკლასის ფარგლებში. ასე რომ ეს მიმართულება რომ დავამატეთ შემოდგომაზე გაცილებით უფრო გააქტიურდა მიმირექს, ესე ვთქვათ. თუმცა ექსპერტების მიმართულებითაც ჩვენ საკმაოდ სტაბილურად ვიზრდებით, გვემატებიან ექსპერტები, აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. რა ტენდენციებს ამჩნევთ აი განათლების სფეროში, რაც შეიძლება მომავალში გამოგადგეთ ისევ თქვენი პროდუქტის განვითარებაში? ერთ რაღაცას დავამატებ, ცოტა ხნის წინ ვერ დავამთავრე, რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი სტარტაპისთვის ზოგადად. ჩემი აზრით და გამოცდილებით არის 4 ძირითადი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, როდესაც სტარტაპს ქმნის. პირველი არის ის, რომ ანტრეპრენერული სულისკვეთება და მაინდსეტს რომ ეძახიან ცნობიერება თუ აზროვნება, ანტრეპრენერული აზროვნება, ესე დავარქვათ, ან ცნობიერება. ეს თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა საერთოდ. ანუ რაც არ უნდა იდეა მოგივიდეს, აზრი არ აქვს. ეს არის ნომერ პირველი. შენში ან უნდა აღმოაჩინო ანტრეპრენერი, ან უნდა შექმნა ანტრეპრენერი, ან უნდა გაითავისო ანტრეპრენერული, ესე ვთქვათ, აზროვნება და მაინდსეტი. თუ შენ ხარ რიგითი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ეს ანტრეპრენერობა, არ უნდა ბიზნესის შექმნა, არ უნდა ბიზნესის ფლობა, არ უნდა მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნა და ასე შემდეგ, რაც არ უნდა გააკეთო, რამდენად მაგარი პროდუქტიც არ უნდა გააკეთო, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თუ შენ სულით ანტრეპრენერი არ ხდები და მოწოდებით ანტრეპრენერი და ესე ვთქვათ, საბოლოო ჯამში შენს ღირებულებებში, პრინციპებში და ჩვევებში არ გადადის ანტრეპრენერობა, მაშინ გრძელვადიანად წაგებულ თამაშს თამაშობ უკვე. მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი 4-დან არის გუნდი. თუ შენ გუნდი არ გყავს, არაფერს აზრი არ აქვს. სტარტაპებს არ ქმნიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ სხვებთან მუშაობა. შეიძლება შექმნა სტარტაპი, ან შეიძლება შექმნა დროებითი სტარტაპი და გეგონოს რომ დროებით მაგარი პროდუქტი შექმნიან რაღაც, მაგრამ რაღაც მომენტში დგება ისეთი გარემოება, რომელშიც შენ თვითონ ვეღარ გაუმკლავდები ყველაფერს, ესე ვთქვათ რა. და აქაც ჩდება კითხვა, რომ დავიქირავებ ვინმეს და რაღაც დავიქირავებ ადამიანებს და დამეხმარებიან. კი, ასეთი გამონაკლისები არის, მაგრამ ყველაფრის, ანუ წარმატების და მათ შორის პასუხისმგებლობის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რაღაცნაირად მოსაწყენიც არის. თუ ნამდვილი ანტრეპრენერი ხარ, რაღაცნაირად მოსაწყენიც არის ყველაფერს რომ შენ თვითონ აკეთებ. და პარტნიორი რო არ ყავს, მაგალითად თანადამფუძნებელი რო არ ყავს და რომ არ ვცდილობ რომ ეს შენი წარმატება თუ წარუმატებლობა სხვებს გაუზიარო. წარუმატებლობის შემთხვევაშიც, ანუ თანხას დაკარგავ თუ დროს დაკარგავ თუ რაღაცა, იმის მესამედი და მეოთხედი გეკარგება, ესე ვთქვათ, როცა 4 ხართ ან 3 ხართ ან რაღაც. ასე რომ გუნდი არის გადამწყვეტი. ალბათ ყველაზე გადამწყვეტი, თუ გუნდი ვერ იპოვე, არ ვიცი, გრძელვადიანად სტარტაპის გადარჩენის შანსი თითქმის ნულამდე დადის. ისედაც 97%-ია გაფეილების შანსი, ესე ვთქვათ, მარტო 3% გადარჩება სტარტაპების. გუნდზე რა ვთქვათ, მოკლედ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა გქონდეთ, ესე ვთქვათ, გუნდის წევრებს უნარები.
რა თქმა უნდა უნარები უნდა გქონდეთ და ანუ უნარო ადამიანები და ესე ვთქვათ სრულიად გამოუცდელი და სრულიად არამოტივირებული ადამიანები არ გვჭირდება. თუმცა მე ვიტყოდი რომ უნარებზე მნიშვნელოვანი არის როგორი პიროვნება ხარ, როგორი ხასიათი გაქვს, როგორი იდენტობა გაქვს და როგორი მაინდსეტი გაქვს. რამდენად გაქვს мотиваცია, გამძლეობა, სულისკვეთება, გაუძლო იმ rejections რო ეძახიან ყველაფერზე რო უარს გეუბნებიან ადამიანები, ყველაფერზე რო აქცინიან, გეკადავებიან, არ გამოგივა შანსი არ არის საქართველოში როგორ უნდა შექმნა ინოვაცია ძმა და რაღაცებს რო გეუბნებიან, აი მაგ ყველაფერს და იმ სტრესს რო გაუძლო, აი ეგეთი ადამიანები გჭირდება. ყოფილა შენ შემთხვევაში ეგ შემთხვევა როცა აი მაგ რაღაცებს გეუბნებიან სტარტაპის დაწყებისას? როგორ არა, ძალიან ბევრჯერ ყოფილა ეგეთი, რომ ანუ რა გინდა თქვენ ჯიტაზე და ასე შემდეგ, ანუ არ ვიცი, ბევრი ფიქრობდა ეგრე და ბევრი ფიქრობდა, რომ საერთოდ ვერც გავიდოდით და მეოთხე ცდაზე გავედით, მაგრამ ოკეი. გუნდის წევრების და პარტნიორების შერჩევისას მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, ჩემი გამოცდილებით ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის საკუთარი თავის მენეჯმენტი. არ მეყოლება ისეთი პარტნიორი, რომელსაც საკუთარი თავის მენეჯმენტის უნარი არ აქვს. რაც არ უნდა მაგარი დეველოპერი იყოს, რაც არ უნდა მაგარი მარკეტერი თუ გაყიდვების ადამიანი თუ ბუღალტერი თუ ვინც არ უნდა იყოს, თუ საკუთარი თავის მენეჯმენტი არ შეუძლია, გუნდს ვერ მართავს და პროდუქტს ვერ მართავს და კომპანიას ვერ მართავს. ასე რომ ეს არის ალბათ ყველაზე გადამწყვეტი უნარი. დანარჩენი ყველაფერი სწავლადია. დისციპლინა სჭირდება ძალიან დიდი დრო, რომ გამოიმუშაო. დანარჩენი ყველაფერი სწავლადია. მესამეს მე ვიტყოდი, რომ პროდუქტი და სერვისი. ბევრი ადამიანი, როდესაც სტარტაპს იწყებს, გონია, რომ სტარტაპი არის პროდუქტი და სერვისი, მაგრამ არ არის. რეალურად შენ უნდა შეგეძლოს ისეთი ანუ იდეის დონიდან ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც სჭირდება მომხმარებელს. მომხმარებელს თუ არ სჭირდება შენი პროდუქტი, რაც არ უნდა მაგარი თვითფრინავი გქონდეს, მაგალითად, თუ არავინ დაფრინავს და არავის სჭირდება ფრენა, აზრი არ აქვს. შესაბამისად, პროდუქტის და სერვისის მომსახურების შექმნა უნდა შეეძლოს და შენარჩუნება და ისეთი ხარისხით, რომ ნამდვილი ღირებულება შეუქმნას ნამდვილ მომხმარებელს, რომელიც მასში ფულს გადაიხდის. ეს არის კიდევ ერთი უნარი, ანუ კიდევ ერთი რაღაც, რაც უნდა გაითვალისწინოს სტარტაპერმა. მეოთხეს მე ვიტყოდი, რომ კომპანიის შექმნა, ბიზნესის შექმნა. აი აქ უკვე ძალიან დიდი ნაწილი ადამიანების იჭედება. იმიტომ რომ ისინი ქმნიან საკუთარი თავში ანტრეპრენერს, ესე ვთქვათ, მაინდსეტს და ყველაფერს ანაკოპირებენ, ანიაზრებენ ან რაღაცა. ისინი ქმნიან გუნდს, კარგია თუ ცუდია მნიშვნელობა არ აქვს, ქმნიან გუნდს, ისინი ქმნიან პროდუქტს და სერვისს, კარგია თუ ცუდია მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი ბოლოს სადაც იჭედებიან არის ის, რომ კომპანიას ვეღარ ქმნიან. იმიტომ რომ შენი სტარტაპი არის თან კომპანია, არ უნდა დაგავიწყდეს ეგ და ამ კომპანიას სჭირდება თავისი მენეჯმენტი, ანუ იურიდიული საკითხები აქვს, იქ რისკები აქვს, ფინანსური საკითხები აქვს, შემოსავალი ჭირდება, გადარჩენა ჭირდება, ბევრი რაღაც ჭირდება, განვითარება ჭირდება, ინვესტორი ჭირდება, ასევე ბრენდინგი ჭირდება, მედიასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, კონტენტის შექმნა. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ პროდუქტს ცალკე ჭირდება ეს ყველაფერი და კომპანიას ცალკე ჭირდება და აი ეს ნაწილი რატომღაც ავიწყდება სტარტაპერების უმეტესობა. მე უბრალოდ კარგ სიტუაციაში აღმოჩნდი, იმიტომ რომ მე ტრადიციულ ბიზნესში მიმუშავია და უკვე მესმოდა, რომ ეს ყველაფერი ჭირდება. შესაბამისად, მე მესმოდა, რომ მაგალითად ბიზნეს უნარების ჭირდება გუნდს და ტექნოლოგიური უნარების ჭირდება. რეალურად სტარტაპს ყავს ორი გუნდი. ეს არის ბიზნეს უნარების მქონე გუნდი და ეს არის ტექნოლოგიების უნარების მქონე გუნდი. აი ამ ოთხ რაღაცას ვიტყოდი, რაც ნამდვილად ჭირდება ადამიანს, რომ გაიაზროს და რაღაც დონეზე ესმოდეს, რომ წარმატებული სტარტაპი შექმნას. ძალიან საინტერესო რაღაც თქვი, სტარტაპი და როგორ უნდა გადახვიდე კომპანიამდე და აი რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რა გჭირდება იმისათვის, რომ მართლა კარგი კომპანია გახადო შენი სტარტაპი. სტარტაპ გუნდი და პროდუქტის გუნდი, ესე ვთქვათ, რომელიც ჰაერშია, არსად არ წერია, არც შპს-ი არსებობს, არაფერი არ არსებობს ჯერ. ასეთი გუნდი რომ კომპანიად გარდა იქმნას. მას, ერთი რომ ოფიციალურად კარგია თუ იარსებებს, დაფუძნდება იურიდიული ფორმით, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე გადამწყვეტი არის ორგანიზაციული კულტურა. აი აქ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი იჭედება. ბევრი ფიქრობს, რომ ორგანიზაციული კულტურა რად უნდა რაღაც 4 კაციან სტარტაპს.
ზუსტად მან გჭირდება ორგანიზაციული კულტურა და 1000 კაციან კორპორაციაზე ბევრად უფრო გჭირდება. იმიტომ რომ იმ 4 ადამიანში გინდა არ გინდა ყალიბდება რაღაც არაფორმალური ფამილარული ურთიერთობა, მეგობრობაც კი, რომელიც მერე, როდესაც მართლა კომპანია ხდები, მართლა ინვესტიციას მოიზიდავ, გრანტს მოიგებ თუ მოიზიდავ თუ რაც არის, ეს ურთიერთობა ხანდახან დამანგრეველი ხდება. იმიტომ რომ უნდა გაიაზრონ ადამიანებმა, რომ მართლა რაღაცას ვქმნით, მართლა კომპანია ვართ, მართლა სტრუქტურა გვაქვს, მართლა ორგანიზაციული კულტურა გვაქვს, მართლა დისციპლინას უნდა მივყვეთ და უნდა მოვიქცეთ როგორც ბიზნესი და აი მან დიჭედებიან ხოლმე, იმიტომ რომ იქცევიან როგორც სამეგობრო, საძმაკაცო, სადაქალო და ვისაც უნდა დაიგვიანებს სამსახურში, ვისაც უნდა არ დაესწრება მომხმარებელთან შეხვედრას, ვისაც უნდა რასაც უნდა იმას იზამს და აი მან ჩდება ხოლმე ძალიან დიდი ნაპრალი. თვითონ გუნდში და ურთიერთობებში. ასეთი რაღაც გამომიცდია მე არაერთხელ ტრადიციულ ბიზნესშიც, იმიტომ რომ ანუ ბიზნესის გარეთ ურთიერთობაში კარგი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა ხედავ რომ არ გამოდის ხშირად ადამიანებთან. რა მომავლის ტენდენციებს ხედავ და როგორ შეიძლება განვითარდეს შენი ბიზნესი სამომავლოდ? განათლების სფეროს ტენდენციებს რო შევხედოთ, ტრადიციული უნივერსიტეტის კულტურა კვდება. ნელ-ნელა. შეიძლება ეს საქართველოზე არ აისახება, მაგრამ რომ შევხედოთ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებს და პროგრამებს რო შევხედოთ, ანუ რა სიჩქარით განიცდის ევოლუციას პროგრამები და რა სიჩქარით ვიწროვდება პროგრამების რაოდენობა, ესე ვთქვათ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შემდეგ 10, 20, 30 წელიწადში ტრადიციული განათლება საერთოდ შეიცვლება. ჯერ ერთი დიდი ნაწილი გაციფრულდება. ასევე უნივერსიტეტების რაოდენობა, კერძო უნივერსიტეტების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდება ჩემი აზრით. იმიტომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ყოველთვის ექნებათ რაღაც დონეზე დაფინანსება, თან ისეთ სფეროებში, როგორიც არ არის ბიზნესი, მაგალითად ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებები, ასეთი მიმართულებები კერძო ნაწილში მაინც ვერ ინარჩუნებს კვლევების დაფინანსებას და ასე შემდეგ და მაინც სახელმწიფო ერევა ძალიან ხშირად. ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ხშირად. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტრადიციული განათლება იცვლება ძალიან დიდი სიჩქარით. და 20-დან 30 წლამდე ალბათ შეიძლება უფრო ადრეც არ გაქრება, მაგრამ კერძო უნივერსიტეტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება მსოფლიოში, იმიტომ რომ ფულადი სახსრები არ ექნებათ ფიზიკურად, ადამიანები აღარ ჩააბარებენ იმდენად და იმდენს აღარ გადაიხდით. ინტერნეტის განვითარებამ და ასე ვთქვათ, სოციმედიის განვითარებამ და განათლების გაციფრულებამ გამოიწვია ის, რომ განათლების დიდი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ხელმისაწვდომია უფასოდ. შესაბამისად, ადამიანები ხვდებიან, შეიძლება ეს არ შეეწყოს ჩემ თაობას მილენიალებს, არ შეეწყოს ჯენზის, მაგრამ ჯენ ალფას და შემდეგ თაობებს ეს შეეტყობა აუცილებლად, იმიტომ რომ ისინი მიხვდებიან, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების გარეშე შეუძლიათ რაღაც ისეთი უნარები ისწავლონ, რომლებიც ელემენტარულ ხელფასს შეუქმნიან და იცხოვრებენ ძალიან ტკბილად და ბედნიერად. შესაბამისად, უნივერსიტეტებს მოუწევთ ახალი პროგრამების შექმნა და მორგება, ესე ვთქვათ, კერძო უნივერსიტეტებს, რომ გადარჩნენ და გააგრძელონ თავიანთი მოღვაწეობა. ზოგადად განათლებას რო შევხედოთ, ონლაინ განათლების ნაწილი ძალიან იცვლება, ძალიან სწრაფად იზრდება. ყოველ წელს დიდი ნახტომია, არ ვიცი, იყო წლები 80%-ზე ბევრად მეტი. აი პანდემიამ პანდემიის დროს საერთოდ გაფრინდა ისეთი პლატფორმები, როგორიც არის Coursera და Udemy და ასე შემდეგ, ეს პლატფორმები ძალიან განვითარდა. მათ შორის მასტერკლასი და ბევრი ასეთი პლატფორმა. აყიდვები გაიზარდა 2-ჯერ და 3-ჯერ რეალურად. და დღესაც ამ ტემპით აგრძელებს ზრდას, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ რეალურად ძალიან დიდი ფული იშოვება ამაში და მარკეტინგში ხარჯავენ უდიდეს ფულს ასევე. ჩემი აზრით, ერთი ტენდენცია, რაც შეიძლება დავინახოთ მომავალში, არის ის, რომ უფრო ლოკალური გახდება, ლოკალურზე უფრო მორგებული გახდება ესეთი საერთაშორისო პლატფორმები. ამაში რას გულისხმობ? დღეს გინდა არ გინდა, წამყვანი ენა არის ინგლისური. მანდ ენობრივი თემაა გადამწყვეტი. ნელ-ნელა პლატფორმები ხვდებიან, რომ იმ სეგმენტს კარგავენ, რომელიც არ არის ინგლისურენოვან დისკურსში, ესე ვთქვათ, ინტეგრირებული რა, ანუ არ ვიცი მე ინგლისური, შესაბამისად
მინდა რომ გადავიხადო თქვათ ონლაინ განათლებაში ფული, მაგრამ ონლაინ განათლების 99% არის ინგლისურ ენაზე და ანუ მზად ვარ რომ ფული გადავიხადო, მაგრამ რომ გადავიხადო იმ ინგლისურს ვერ გავიგებ. შესაბამისად უნდა იყოს იქ განთავსებული ისეთი კურსები, ან ისეთი მასტერკლასები, ან რაც არის, რომელიც ჩემ საკუთარ ენაზე იქნება რა და ამას ხვდებიან ნელ-ნელა და ჩემი აზრით შემდეგ 5-10 წელიწადში დავინახავთ ასეთი პლატფორმების უფრო ლოკალიზებას, ესე ვთქვათ, თავისი არ ვიცი, სტრატეგიის უფრო ლოკალიზებას რა, მაგალითად ინდოეთში ან ჩინეთში ან რაღაც, ანუ იქაურ კონტექსტზე, იქაურ ენაზე მორგებული, ანუ ინდოელებმა ინგლისური კარგად იციან ხა ძალიან, მაგრამ რომ ავიღოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ცოტა განსხვავებულ ენებზე საუბრობენ, მაგალითად საქართველო, ხო? ანუ შეიძლება სტარტაპის და ციფრული პროდუქტის არსი ჩვენ გვესმის ამ წუთას რომ განვიხილავთ ამას, მაგრამ საქართველოს რეგიონებში ბევრ ადამიანს არ ესმის საერთოდ. ანუ Zoom-ში ჩაერთვება, მადლობა პანდემიას, ნებისმიერი ასაკის ადამიანი და ნებისმიერი გამოცდილების ადამიანი, მათ შორის საბჭოთა ადამიანი ძალიან მარტივად ერთვება უკვე Zoom-ში თავისი smartphone-ით და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა რაღაც ღონისძიებაში, თუმცა ინგლისური ენა არ ესმის. შესაბამისად, თუ მას არ დავახვედრებთ ქართულენოვან კონტენტს, ან სომხურენოვან კონტენტს სომხეთში ან რაღაც ნებისმიერ ქვეყანაში თავის ენაზე კონტენტს რთული იქნება. წეგან ახსენე სტრესთან დაკავშირებით, სტარტაპერობას და ანტრეპრენერობას ყოველთვის თან ახლავს სტრესული დღეები, ესე არასტაბილური სიტუაციები და ძალიან ბევრი სტარტაპერი სხვადასხვანაირად უმკლავდება ამ სტრესს. რა არის შენ შემთხვევაში, როგორ უმკლავდები ყოველდღიურ თუ ყოველთვიურ სტრესს და რა გაძლევს შემდეგ мотивაციას? არა მარტო სტარტაპერებისთვის, ტრადიციულ ბიზნესშიც ძალიან გემრიელად არის სტრესი. ჩემი აზრით, თუ ანტრეპრენერი ხდები, შენ გინდა რომ რაღაცა შეცვალო. ანუ შენთვის მიუღებელია რეალობა. ზუსტად ისევე, როგორც მაგალითად ხელოვანი ადამიანისთვის არის მიუღებელი რეალობა და ახალ რეალობას ქმნის თავის ნამუშევრებში, იქნება ეს ხატვა, ფერწერა, სიმღერა, თუ რაც არ უნდა იყოს. შენ თუ მზად ხარ, რომ სამყაროს დაუპირისპირდე და რეალობას დაუპირისპირდე და იყო განსხვავებული რაღაცა შექმნა ისეთი, რაც განსხვავებულია, ეს მოითხოვს არა მარტო შრომას, ეს მოითხოვს უდიდეს ბრძოლას. და ეს ამ ბრძოლის დიდი ნაწილი არის ფსიქოლოგიური. შესაბამისად, შენ თუ არ ხარ მდგრადი ადამიანი ფსიქოლოგიურად, არა მარტო სტრესი იქნება, მანდ იქნება ძალიან დიდი სოციალური კონფლიქტი. არავის უყვარს განსხვავებული ადამიანი, თორემ ინოვაციური პროდუქტი რაღაცა ყველას უყვარს. ვა, რა მაგარია იძახიან. მაგრამ რა დაგჭირდა, რა შრომა დაგჭირდა, რა ბრძოლა დაგჭირდა იმ პროდუქტამდე, რომ მისულიყავი, ეს არავის ესმის, იმიტომ რომ მაგას ვერ ხედავენ. კარგი ანტრეპრენერი შეიძლება ნიშნავდეს ადამიანს, რომელიც ბიზნესს ქმნის, რისკზე მიდის, მომხმარებელს ღირებულებას უქმნის და საბოლოო ჯამში კარგ შედეგს დებს, მაგრამ ჩემი აზრით, კარგი ანტრეპრენერი ასევე ზრუნავს საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა შენ თუ არ შეგიძლია, კარგი ანტრეპრენერი იქნები ძალიან ცოტა ხანი. ანტრეპრენერის სიკარგე ცოტა ხნით არ შემოიფარგლება, ესე ვთქვათ. შესაბამისად, შენ გჭირდება საკუთარ თავზე ზრუნვა და საკუთარ ჯანმრთელობაზე, მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ არ შეგიძლია რომ საკუთარ თავს რაღაც საზღვრები დაუწესო და სხვა ადამიანებსაც და სიტუაციას რეალობასაც საზღვრები დაუწესო, გამორიცხულია რომ შენ გრძელვადიანად შეძლო წარმატების მიღწევა და შენარჩუნება და მერე გაზრდა. არსებობს უამრავი რესურსი, არსებობს სხვადასხვა სახის რუტინა, სხვადასხვა სახის დისციპლინა, რომელიც შეიძლება გამოიყენო. ჩემი აზრით, უნდა გიყვარდეს შენი სტარტაპი და ის პროდუქტი ან სერვისი, რაზეც მუშაობ და შენი გუნდი უნდა გიყვარდეს აუცილებლად და უნდა შეგეძლოს მასთან მუშაობა. თუ შენ გუნდთან მუშაობა ყოველდღიურად შენთვის სტრესია, თუ შენ პროდუქტზე მუშაობა სტრესია, თუ მომხმარებელთან ურთიერთობა სტრესია, მაშინ რას აკეთებ საერთოდ, რა გინდა? ანუ დარჩა ფული და ძალაუფლება და რაღაცა დონის თავისუფლება, ხო? თუ მარტო ამისთვის იბრძვი და ამდენ სტრესს უძლებ და ამდენ რაღაცას, შენ თავს უნდა დაუსვა კითხვა, საერთოდ რა გინდა, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს. ჯანმრთელობას რაც შეეხება და ენერგიას, ანუ დავამატებდი ენერგიას მაგალითად, ხო?
დილით რომ იღვიძებ, არსებობს ფიზიკური ენერგია, აი ტელეფონი როგორც არის, smartphone 100%-ზე რო ტენი, ხო? დაახლოებით ეგრე ხარ ფიზიკურ ენერგიაში თუ რაღაცა ვთქვათ, სამედიცინო პრობლემა არ გაქვს და ასევე მენტალური ენერგიის კუთხითაც ეგრე უნდა იყო. დილით თუ იღვიძებ და შენ წინა დღეების და თვეების და ასე შემდეგ სტრესი და დეპრესია მოგყვება, შენ 100%-ზე ვერ იქნები მენტალური ენერგიის, შეიძლება იყოს 30%-ზე. ეს 30% ყოველდღიურ ტასკებში და ურთიერთობებში არ გეყოფა და ყოველ დღე მინუსში წახვალ და წახვალ. მერე მოდის სტრესი, მერე მოდის დეპრესია, მერე მოდის გუნდის ჩამოშლა, პროდუქტის ჩამოშლა, კომპანიის ჩამოშლა და აი ეს ამბავი რო არ მოხდეს, რაღაცა უნდა იპოვო ისეთი, რაც გიყვარს. რისკეთებაც გიყვარს. მენტალური ენერგია მოდის, გვემატება, როდესაც ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაც გვიყვარს და რაც მოგწონს. ანუ უნდა ისწავლო დასვენება, უნდა ისწავლო განტვირთვა, უნდა ისწავლო სიამოვნების მიღება. ყოველდღიურობაში შეიძლება ადგე და რაღაც ისაუზმო და ამაში ნახო დიდი სიამოვნება და ბედნიერება. დეტალებში უნდა ნახო ეს ბედნიერება. სხვანაირად ანუ სტარტაპერის ცხოვრება, თუ მარტო სტარტაპზე ხარ გადართული, ძალიან ძნელია. ანუ ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია. აკეთე ის, რაც გიყვარს, სტარტაპის გარეთაც თუნდაც, რომ ეს მენტალური ენერგია დაგიგროვდეს და მოვიდეს, იმიტომ რომ ენერგია დაგჭირდება. როგორ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი უნარები, ჩვენი ცოდნა, რომ გავიგოთ მზად ვართ თუ არა სტარტაპისთვის. და მოდი სანამ ამ კითხვას გასცემ პასუხს, მანამდე როგორც თქვი, გადმოერთე ტრადიციული სამსახურიდან ასე ვთქვათ სტარტაპში. თუ არის განსხვავება და რა განსხვავებებია, ესეც რომ გითხრათ, რომ ანუ მზად იყოს, ანუ ჩვენი პოდკასტის მიზანი არის, რომ სტუდენტებში წავახალისოთ ესეთი სტარტაპების მიმართ ინტერესი და გავაღვივოთ ეს ინტერესი და რას უნდა ელოდო ისინი, რა იქნება განსხვავებული ტრადიციული სამსახურიდან სტარტაპში. განსხვავება ძალიან დიდია, როგორც ახსენე. ადამიანი, რომელსაც უყვარს კომფორტის ზონა, უნდა სავარაუდოდ ვერ იფუნქციონირებს ისე, ანუ ვერ იქნება ბედნიერი სტარტაპ სამყაროში, ვერ იქნება. თუ თავის მაინდსეტს ვერ შეცვლის. არა მარტო სტარტაპი, ანუ ზოგადად ანტრეპრენერობა და ტრადიციული ბიზნესის კეთებაც დაკავშირებულია ძალიან დიდ სტრესთან. რა თქმა უნდა, სარგებელი და ჯილდო ბოლოში შეიძლება ძალიან დიდი იყოს, მათ შორის ფინანსური, მაგრამ იმ ბოლოში ხო უნდა მიხვიდე, იმ ადგილამდე ხო უნდა მიხვიდე. შესაბამისად, ადამიანები ამას სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ, ესე ვთქვათ. ბევრი პირდაპირ იწყებს ანტრეპრენერობიდან და მერე რეალობას ეჯახება და საკუთარ სისუსტეებს ეჯახება და მერე შეშინებული ბრუნდება კი არა, იწყებს ტრადიციულ ბიზნესში, როგორც დასაქმებული ადამიანი მუშაობას და იძახის, რომ არა ძმაო, მე ამ სტარტაპ თემას არ გავეკარები საერთოდ, იმიტომ რომ იქ ისერი მოვიტეხე, ვერც ფული ვიშოვე, მშიერი ვიყავი რაღაც. არსებობს მეორე კატეგორია, რომელიც იძახის, რომ მე აღარ მინდა მუშაობა და მე მინდა რომ ჩემი კომპანია შევქმნო. ეს ცოტა უფრო გამოცდილი, ცოტა უფრო დალაგებული, დაღვინებული ადამიანია და ასეთი ადამიანების დიდი ნაწილიც კისერს იტეხავს, ესე ვთქვათ, სტარტაპ სამყაროში, იმიტომ რომ ანუ მათ პირიქით არასწორი გამოცდილება აქვს სტარტაპისთვის. ანუ ტრადიციულ ბიზნესში იღებენ ისეთ გამოცდილებას კორპორაციაში, მაგალითად 5,000 და 10,000 ადამიანი რომ მუშაობს და ერთ ტასკზე რო 12 ადამიანი მუშაობს, აი მაგ გამოცდილებას რომ მიიღებენ, მერე უკვე უჭირთ რაღაცა 18 ტასკზე რომ 3 ადამიანმა იმუშაოს. აი ეს მაგრად უჭირთ ხოლმე. ასევე ტრადიციული ბიზნესი და იქ დასაქმებული ადამიანი ხშირად პასუხისმგებლობას იმ დონეზე ვერ იაზრებს და არ აქვს გათავისებული რა დონეზეც მაგალითად ანტრეპრენერს აქვს. იმიტომ რომ დილას მიხვედი 10 საათზე, საღამოს წამოხვედი 7 საათზე და პასუხისმგებლობა არის შენი ტასკები, შენს მენეჯერთან და თვის ბოლოს ხელფასი გერიცხება და ყველა ბედნიერი. სტარტაპერის შემთხვევაში მუშაობ უფასოდ ბჭყალებში ძალიან დიდი ხანი. შეიძლება სამუდამოდ არავინ არ იცის, ანუ მთელი სტარტაპის არსებობის ისტორიაში მუშაობ უფასოდ დიდი ნაწილი. რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა სტარტაპი, ვთქვათ? მას უნდა სამყარო შეცვლა.
ძალიან ხშირად. წეღანაც ვამბობდი, რომ სამყაროს შეცვლა და რეალობას არ აღიარებს. უნდა რომ რაღაც ახალი შექმნას. მაგრამ ჩემი აზრით, სტარტაპერების უმეტესობა, როცა ამ გზაჯვარედინზე არის და რეალობის შეცვლა უნდა და სამყაროს შეცვლა უნდა და ასე შემდეგ და გადადგება თანამდებობიდან ტრადიციულ ბიზნესში და გამოვარდება ან ჰარვარდში სწავლობს და მიატოვებს იქ სწავლას და იტყვის, რომ არა, მე რაღაცა სტარტაპერი უნდა გავხდე და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, მათი დიდი პროცენტი ამ ადამიანების იჭრება ერთ რაღაცაში. ანუ რატო ფეილდებიან რა ზოგადად? იმიტომ რომ ამ სამყაროს შეცვლა უნდათ იმ გადმოსახედიდან, რა გადმოსახედიდანაც თვითონ ხედავენ ამ სამყაროს. ანუ ფიქრობენ, რომ მე შევქმნი რაღაც პროდუქტს, რომელიც სამყაროს შეცვლის და მე ვიტყვი, რომ მაგარი ტიპი ვარ და მილიარდერი გავხდი თუ რაღაც და სამყაროზე მექნება დიდი ეფექტი. უდიდესი შეცდომა, რაც მოძდით, არის ის, რომ მომხმარებელს არ ეკითხებიან. არ ინტერესდებიან იმ სამყაროს რა უნდა საერთოდ, რის შეცვლა უნდა. შენ რო გამოვარდი ახალი პროდუქტით და რაღაც სამსართულიანი თვითმფრინავი შექმენი მაგალითად. იქნებ ყოფნის ერთსართულიანი და ორსართულიანი თვითმფრინავი მაგალითად სამყაროს და მესამე სართული არავის არაფერში ჭირდება, ხო? აი ამ კუთხით თუ წახვალ, ამ კუთხით ძალიან დიდი წარმატება შეიძლება მოვიდეს შენთან, შეგხვდეს შუა გზაში. ამას არ გააკეთებ და მარტო იმიტომ გინდა სამყაროს შეცვალო, რომ შენ თვითონ ეგოისტი ხარ და შენ თავზე გინდა რომ მოირგო რეალობა, რა თქმა უნდა გრძელვადიანად წარმატებული ვერ იქნებ. მეორე კატეგორია ადამიანების, რომელიც მომხმარებელს უსმენს, არის უკვე გამოცდილი ანტრეპრენერი. 1-2 გაფეილებული სტარტაპი აქვს, უკვე კისერიც მოიტეხა, ინვესტორების ფულიც დაკარგა, იქ მევალეებიც დაძდევენ, 1-3 გუნდი ან 5 ან 10 გუნდი ჩამოეშალა უკვე ზოგში თავისი არაკომპეტენტურობის გამო, ზოგში უმოტივაციობის გამო, ზოგში ფული გამოელიათ თუ როგორც ეძახიან, საწვავი გამოელიათ ბჭყალებში. ესეთი რამეებიც შეიძლება მოხდეს და როგორც კი ამ გამოცდილებას მიიღებს და მიხვდება, რას ნიშნავს ანტრეპრენერობა და იმას რომ ნიშნავს, რომ მომხმარებელს უნდა მოусმინო, აი მან უკვე გვაქვს შანსი, რომ მართლა მაგარი ანტრეპრენერი დადგეს ჩვენი თავისგან, ესე ვთქვათ. ფულის მართვაზეც თუ შენ ფულის მართვა არ იცი, შენ აღებული ინვესტიციის მართვა არ იცი, სწორად მართვა არ იცი, მე უკვე გიჭირს რაღაცეების გაანალიზება ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპში სწორედ ეგ არის ფინანსური სახსრები. არავინ თქვას, რომ ინვესტიციის ხარჯვა კარგად იცის. არავინ თქვას ეგ. იმიტომ რომ როცა მაგას პირველად ვინც აკეთებს, თორემ მეათედ ვინც აკეთებს, იმან უკვე იცის. ინვესტიციის კი არა, გრანტი ავიღეთ ცოტა ხნის წინ და ცოტა ისე ვიყავი მე როგორც CEO, ცოტა ისე ვიყავი, რომ ამაზე დავხარჯოთ ფული თუ არ დავხარჯოთ თუ როგორ მოვიქცეთ. რაღაც მენტალური ბლოკი აქვს ადამიანს, აი როცა ტრადიციული ბიზნესიდან მოდის, მენტალური ბლოკი აქვს ამ ფულის ხარჯვაზე, ხო? ჩემი გუნდის წევრები სხვა სტარტაპებშიც იყვნენ წარსულში და მეუბნებოდნენ, რომ აი დავხარჯოთ ამაზე რაღაც 1000 ლარი, 2000 და მე ცოტა ისე ვიყავი კონსერვატიულად, რომ აი მე დავხარჯოთ თუ არ დავხარჯოთ. ინვესტორის ფული არის რეალურად გრანტი, ხო? ინვესტორებმა შეგვაფასეს და ინვესტორებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა აგვეღო ეს თანხა, ხო? ამიტომ მე ამას უყურებდი როგორც ინვესტიციას და არა როგორც ბევრი ადამიანი უყურებს გრანტს, რომ ჩემი ფული არ არის და როგორც მინდა ისე დავხარჯავ და თუ მინდა ერთ დღეში დავხარჯავ. ასე ვერ უყურებდი, პირდაპირ იქ რომ მოусმინე Silicon Valley-ის ინვესტორებს, რომლებმაც შეიმაფასეს მაგალითად, ზუსტად ეს 150,000 აღვიქვი როგორც პირდაპირ ინვესტიცია ჩვენ კომპანიაში და ამიტომ ჩემთვის ძნელი იყო. არ არსებობს რაღაცა კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც კარგად დახარჯვა არსებობს ამ თანხის, ან ცუდად დახარჯვა არსებობს. ჩემი აზრით, ეს მენტალური ბლოკი უნდა მოიშორო, რომ თანხას ვერ დავხარჯავ თუ აი მე ინვესტორის ფულს ვხარჯავ და პასუხისმგებლობა. ეგ უნდა მოიშორო რა. მე რაღაც დოზით მქონდა ეგ თავიდან, მაგრამ ჩემი აზრით, სტარტაპი არის თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტი. რაღაც კუთხით. ექსპერიმენტში ფული იხარჯება. ვერაფერს ვერ იზამ. თუ ფული არ იხარჯება, მაშინ შენი ენერგია იხარჯება, ძალისხმევა, დრო იხარჯება, გუნდის ნერვები იხარჯება და ასე შემდეგ და გუნდიც არ არის მუდმივი ცვლადი, ესე ვთქვათ რა. შეიძლება ვიღაცას მოტივაცია გაუქრეს, შეიძლება უკეთესი ვარიანტი კონდეს რაღაცა და კარგი სამსახური იპოვოს, კაი პროექტი იპოვოს და ვეღარ დაუთმოს ამ გუნდს ბევრი დრო. შესაბამისად, შეზღუდული რესურსია გუნდის რესურსიც. ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა მანდ არის, რომ დახარჯე ის ფული.
დახარჯე შენ იმიტომ მიიღე ის ფული ინვესტორისგან რომ ინვესტორს შენი პროდუქტის შენი კომპანიის შენი გუნდის პირადად შენი ჯერა მაგალითად და შენ თუ არ გჯერა საკუთარი თავის მაშინ ის ფული დაუბრუნე უკან საერთოდ ხო და თუ გჯერა საკუთარი თავის მაშინ აიღე და დახარჯე ეს თანხა რა კუთხითაც გჯერა რომ ეფექტიანი იქნება მისი დახარჯვა აი ამას ვიტყოდი მაგ ნაწილში სხვათა შორის მეც მქონდა შიში და ჩემი გუნდის წევრი და არ ვაღიარებ რატომღაც ჩემი გუნდის წევრი რო არა ალბათ დღემდე ვერ დავხარჯავდით კი ეგ არსებობს ნამდვილად მარცხს შევახოთ მარცხი ვახსენეთ და ანუ რამდენი მარცხია საჭირო იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიო და შენ შემთხვევაში როგორ იყო შენი გამოცდილება ძალიან საინტერესოა ყველა მარცხი არის მაგისთვის საჭირო 1 ან 2 ან 10 არა ყველა მარცხი აბსოლუტურად მარცხი და ექსპერიმენტი არის საჭირო ყველაფერში ცოტა ხნის წინ ვახსენებდი იმას რომ ანტრეპრენერს უნდა შეცვალოს სამყარო ხო ნორმალური ადამიანები აი average რო ეძახიან რა აი საშუალო სტატისტიკური არ მიყვარს ეს ტერმინი რა მაგრამ ადამიანი რომელიც წარმატებულია ბედნიერია მუშაობს თავის საქმე აქვს და ასე შემდეგ და დალაგებული ფსიქიკა აქვს ცოტა ნაკლებად ხვდება ხოლმე ამ გაუგებრობაში რასაც სტარტაპი ქვია ანუ ცოტა გიჟი თუ არ ხარ შეუძლებელია რომ შენ იმდენჯერ მოგივიდეს მარცხი და კიდე გააგრძელო რომ საბოლოოდ კარგი სტარტაპი შექმნა ანუ ცოტა გიჟი უნდა იყოს იმიტომ რომ ადეკვატური ადამიანი მაგას არ აკეთებს ადეკვატური ადამიანი მინიმუმ საკუთარ თავს არ უკეთებს მაგას საკუთარი თავის შებრალების მეტი უფრო დიდი უნარი აქვს ესე ვთქვათ ვიდრე სტარტაპერს იმიტომ რომ რაღაცას ქმნი და ანუ არავინ არ აჭერს იქ და არც ერთი იუზერი არ შემოდის და არავინ ფულს არ იხდის და შენს დღითი დღე რაღაცა შენ ფულს ხარჯავ ინვესტორის ფულს ხარჯავ ოჯახის წევრის ფულს ხარჯავ გუნდის წევრების ფულს ხარჯავ ანუ რაც დაგრჩა იქ არ ვიცი ბევრი წყარო არსებობს რა მე ტრადიციულ ბიზნესში ბიზნეს სესხი ამიღია ერთხელ მათ შორის პირადი სესხიც ამიღია და ჩამიდია ბიზნესში და ასე შემდეგ და ანუ ადამიანი ნორმალური ადამიანი ამას არ უკეთებს საკუთარ თავს ცოტა გიჟი უნდა იყოს რა ჩემი აზრით რომ იმდენი ხანი გააგრძელო ეს ბრძოლა რომ რაღაცა ისეთ დაეჯახო რაც მართლა საჭიროა სამყაროსთვის და რაღაცა იმ კუთხით გაგეხსნას გონება რომ მე საჭირო პროდუქტის შექმნა სამყაროსთვის ეს ერთი რასაც ვიტყვი მარცხზე მეორე ვიტყვი იმას რომ ნებისმიერი მარცხი არის გაკვეთილი ის ადამიანები რომლებიც პერფექციონისტები არიან მარცხებს ვერ უშვებენ ან არ უშვებენ კი არა მარცხებს განიზიდავენ საერთოდ ერიდებიან მარცხებს რა იმიტომ რომ მათ თამაშის წესებში მარცხი არ შედის ანუ პერფექციონისტი თუ ხარ ყველაფერი ლამაზად უნდა იყოს კოხტად მოხდენილად ჩაციკციკებულად ანუ ჩემნაირი ადამიანი ბუნებით მე ვარ პერფექციონისტი ანუ მე სანამ ბიზნესში წავიდოდი და სანამ რეალურ ცხოვრებას დავეჯახებოდი ესე თქვა 16 წლის ასაკში წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ დავეჯახე რეალურ ცხოვრებას ანუ იქ ვერ იქნებოდა ყველაფერი უნაკლო ესე ვთქვათ რაღაცები პრობლემებიც იყო მარცხებიც იყო ასე შემდეგ და იქიდან დავიწყე ცოტა ადამიანზე დამსგავსება ესე ვთქვათ თორემ ყველაფერი მინდოდა რომ დაგეგმილად ყოფილიყო და მაგის მერეც მინდოდა ძალიან დიდი ხანი მაგრამ სტარტაპში ხვდები რომ ანუ მარცხი შეუძლებელია რომ იდეალური იყოს შეუძლებელია რა ყოველთვის ნეგატივთან და რაღაც თუნდაც ნეგატიურ ემოციასთან ასოცირდება მარცხი ამიტომ უნდა გქონდეს იმის მზაობა რომ დამარცხდები თუ შენ გაქვს იმის მოლოდინი რომ 10 შემდეგი 10 ნაბიჯი რაც გელოდება ბიზნესში თუ სტარტაპში 10-ვეში წარმატებული იქნები ჩემი აზრით არაადეკვატური ხარ უბრალოდ და ჩემი აზრით საერთოდ ვერ აღიქვამ რეალობას. როგორც ვახსენე, ხანდახან არაადეკვატურობა და სიგიჟე კარგია, მაგრამ სიგიჟე ყოველთვის არ არის კარგი. აი ამის ახსნა მინდოდა რა. ხანდახან ის სიგიჟე შენი შინაგანი ბავშვის სილაღე თუ რაღაცა ეს გეხმარება სტარტაპში რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის რომ ესე გიჟივით ყველაფერს დაუგეგმავად, დაუორგანიზებლად, უპასუხისმგებლად მოექცე, გამორიცხულია რომ შენ წარმატებას მიაღწიო. მაგრამ რაც უნდა გვესმოდეს მარცხებში არის ის რომ თავუშვათ აი 10 შემდეგი 10 ნაბიჯი რომ ავიღოთ, ამ შემდეგი 10 ნაბიჯიდან შენ უნდა გქონდეს რაღაცა საზღვარი დაწესებული შენ თავთან. უნდა თქვა რომ შემდეგი 10-დან შემიძლია რომ მაგალითად გავფეილდე 8-ში. მაგრამ 10-ვეში არ უნდა გავფეილდე. თუ 10-ვეში გავფეილდი, მართლა ტენდენციად მექცევა და შეიძლება
ვერ ვაკეთებ რაღაცას ისე როგორც საჭიროა. ან შეიძლება მე არასწორი ტიპი ვარ ამ სტარტაპისთვის, მე არასწორი CEO ვარ, ან მე არასწორი დეველოპერი ვარ, ან ვიღაც. აი ესე უნდა შეხედო მარცხებს ჩემი აზრით, რომ რაღაცა პროცენტი უნდა აიღო, რომ მაგალითად 10-დან 2 შემთხვევაში, ან მინიმუმ 1 შემთხვევაში თუ წარმატებული არ ვარ, ჩემ თავს უნდა დაუსვა კითხვა, რომ საერთოდ მზად ხარ ამისთვის, მაგრამ 10-დან 7 შემთხვევაში თუ სწორად მიდიხარ, ესე იგი უკვე რაღაც გამოცდილება და უნარები შეიძინა ისეთი, რომელიც გეხმარება. რა შეიძლება დაემართოს სტარტაპერს ფეილი? ერთი შეიძლება ყველაზე დიდი ფეილი, რაც შეიძლება დაემართოს მომხმარებელთან, არის ის, რომ შეუქმნას არასწორი პროდუქტი. მომხმარებელს არ კითხოს. ეგ არის შენი ყველაზე დიდი ფეილი, რომ აი რო იძახი, რომ ჩემი პროდუქტის მომხმარებლები იქნებიან ამა და ამ ასაკის, ამა და ამ სქესის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამდენი შემოსავალი და რომლებსაც აინტერესებთ რაღაც თვითმფრინავები. რატო გადავაიკიდე თვითმფრინავს? არ ვიცი, მაგრამ აი ესეთი ადამიანები იქნებიან ჩემი მომხმარებლები, ჩემი პროდუქტის მომხმარებლები და ანუ 2 წელი დაგეხარჯა ამ პროდუქტის შექმნაზე, ისე რომ აი ამ თვითმფრინავის მოყვარულ ადამიანს არც ერთხელ არ დაელაპარაკე და მე აღმოჩნდება რომ ამ ტიპს საერთოდ სხვა რაღაცა ჭირდება და მე ვარდები დეპრესიაში რომ ვაიმე ეს რა დამემართა რა თქმა უნდა დაგემართა იმიტომ რომ შენი ეგოიზმისგან დაგემართა ხო ყველაზე დიდი ფეილი შეიძლება ეგ იყოს ძალიან დიდი ფეილი შეიძლება იყოს გუნდი იმიტომ რომ გუნდის ისეთი წევრები გააერთიანო შეიძლება ან შეიძლება შენ არ იყო ლიდერი და სხვამ გაგაერთიანოს ამ გუნდში რომელიც ანუ გუნდი კარგად ვერ მუშაობს ერთად. გუნდს აკლია უნარები, აკლია როლების განაწილება, აკლია სტრუქტურა, აკლია დისციპლინა, აკლია ორგანიზაციული კულტურა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ შენი გუნდის წევრებს ვერ იტან მაგალითად, გამორიცხულია კარგი სტარტაპი რო შექმნა. იმიტომ რომ თქვენ თუ მარტო იმიტომ იკრიბებით, რომ კომპანია შექმნათ და კომპანიაზე იმუშაოთ და პროდუქცია იმუშაოთ და მე არც რაღაცა ერთობით ერთად, არც საერთო გაქვთ რამე, არც ლაპარაკობთ, არც ხუმრობთ, არც გადავთ, ანუ ეგეთი გუნდი ვერ შედგება. რა თქმა უნდა, ფინანსურ ფეილებსაც უნდა შევეხოთ. ფინანსური ფეილებიდან წეგან ხარჯებზე ვამბობდით და რა თქმა უნდა. ანუ შეიძლება რომ შენი ფული დახარჯო ძალიან დიდი დოზით, შეიძლება შენი ახლობლების ოჯახის ფული, შეიძლება მეგობრების, შეიძლება ინვესტორის, შეიძლება გრანტის ფული გაფლანგო ესე ვთქვა და არაფერი გამოგივიდეს. შეიძლება ისეც იმდენით წახვიდე მინუსში სესხებში და ასე შემდეგ, არ ვიცი რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს ფული, რომ მე თვალებს რო გაახელ და ცოტა მიწაზე რო დაეშვები, შეიძლება გული გაგისკდეს. და ამ ყველაფერთან გამკლავება მარტივი არ არის. ანუ უნდა გამოვიმუშაოთ ეს რაღაც ფსიქოლოგიური მდგრადობა. არსებობს ბევრი რესურსი. ერთი წელანვახსენე რომ გაერთე და ცოტა მოეშვი და ასე შემდეგ და ისწავლე დასვენება სანამ დაიღლები. ეს არის გადამწყვეტი. ბევრი ადამიანი, მათ შორის ტრადიციულ ბიზნესში მომუშავე ადამიანი სანამ არ გადაიღლება და გადაიწვევა და სანამ სიკვდილის პირას არ მივა, მანამდე შვებულებაში არ გადის. და 2 კვირა რო გავა იმ შვებულების, მაშინ მოდის აზრზე რა ხდება სამყაროში და მაშინ ჭირდება დასვენება, მანამდე ჭირდება საერთოდ ყველაფრისგან მოწყვეტა. და ეს რომ არ დაგვემართოს, სანამ დავიღლებით, მანამდე უნდა დავისვენოთ ხოლმე, ეს არის ამ მენტალურ სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი ფორმა. და რომ შევაჯამოთ ფეილებზე და მარცხებზე საუბარი, მე ვიტყოდი რომ არავინ არის უნაკლო. და რაღაცნაირად შეთანხმდი საკუთარ თავთან იმაზე, რომ იცი რა 10-დან რაღაცა რიცხვი გამომივა, რაღაცა რიცხვი არ გამომივა. და მორჩა. ანუ მისაღები უნდა იყოს შენთვის ეს ფეილი. თუ და მათ შორის შენი გუნდის წევრების ფეილი. თუ შენი გუნდის წევრების ფეილი არ არის მისაღები და მარცხი, მაშინ კარგად იყავ, იმიტომ რომ აუცილებლად დაუშვებენ შეცდომებს, აუცილებლად მოუვათ მარცხები და აუცილებლად გექნება ან კამათი, ან კონფლიქტი, ან რაღაც ამის გამო და უნდა გესმოდეს, რომ ეს ხდება. ანუ მარტო საკუთარ თავთან არა, შენ გუნდის წევრებზეც უნდა გქონდეს იგივე შეთანხმება, რომ იცი რა, მარცხი მოსულა, ჩვეულებრივი ამბავია ამ კომპანიაში და ამ გუნდში. თუ ვიღაცა იმას ფიქრობს, რომ დაუმარცხდე კომპანიის ხელმძღვანელი ან პროდუქტის მენეჯერი ან ვიღაც მეჩხუბება და ამის გამო დამატებითი სტრესი აქვს, იქ წარმატება არ იქნება. რა უნდა მოქცეს мотиваცია, რა უნდა იყოს ის მომოძრავებელი ძალა, რამაც უნდა გიბიძგოს, რომ მიდი კიდევ ერთხელ სცადე. როგორც ვახსენე, თავიდან ადამიანები მიდიან
ბიზნესში თუ ანტრეპრენერობაში, იმიტომ რომ სამყარო შეცვალონ ეგოისტურად, რაღაც არ მოწონთ და უნდათ რომ შეცვალონ. ან გონიათ თავის ხვაზე ჭკვიანი, მაგალითად ფიქრობენ რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ და მე ისეთი სახით შევქმნი, გარდავქმნი ძველ პროდუქტს, ან ახალ პროდუქტს სადღაციდან მოვიგონებ და შემოვახრიგინებ რეალობაში ისე რომ ყველა გაგიჟდება, გადაირევა და მე ვიქნები რაღაცა სამყაროს მბრძანებელი თუ რაღაც. ეს არის ეგოისტური მიდგომა ბიზნესის შექმნასთან. ეგოისტური მიდგომით ჩვენ გვინახავს არაერთი ბიზნესი, რომელიც მართლა იქმნება და რომელიც მართლა წარმატებულია და მართლა დიდ მემკვიდრეობას ტოვებს. აი მე შემიძლია მოვიყვანო ბევრი მაგალითი fashion ინდუსტრიიდან, მაგალითად, ანუ ცივი და ისეთი ადამიანები, ცოტა სნობი ადამიანები, როგორ ქმნიან ძალიან მაგარ ბიზნესებს და როგორ ქმნიან ძალიან მაგარ ბრენდებს და არ ვიცი, მოდას და ასე შემდეგ. კი ბატონო, არის ასეთი გამონაკლისები, მაგრამ ყოველთვის ამას ვერ გავაკეთებთ. ყოველთვის ასე ვერ მიუდგებით ბიზნესს. და მეორე მიდგომა, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა, რომ აი რა ჭირდება მომხმარებელს, აბა? რა შეიძლება რომ შეუქმნათ ისეთი, რომ მომხმარებელი გაგიჟდეს და გადაიროს. მე ეგოისტურად კი არა, მე რა შეიძლება შევქმნა, რომ ყველა გაგიჟდეს და გადაირიოს, არა. მე რა შეიძლება შევქმნა იმ კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ჩემ სეგმენტს თუ მომხმარებლებს ვეძახი და რამ შეიძლება მოუტანოს მათ ღირებულება და რამ შეიძლება აფიქრებინოს, რომ აი მე ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ყველაფერი ძალიან მაგარია რა. აი მაგაზე რო გადაერთვები უკვე 3-4ჯერ რო გაფეილდები, ზოგი სტარტაპი არ გამოგივა, ზოგი პროდუქტი არ გამოგივა და ასე შემდეგ, აი მაგამდე რო მიხვალ, რომ მომხმარებელი არის შენი ამოსავალი წერტილი და არა შენი ეგოიზმი, მაშინ უკვე შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ შენ შემდგარი ხარ და რაღაც წარმატებას შეიძლება მიაღწიო. მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ინდუსტრიებიც შეიცვალა და თანამედროვე სამყაროში სრულიად, ანუ იმხელა კონკურენცია არსებობს უკვე, რომ აი ესეთი ეგოისტური მოდელით ბაზარზე შესვლა ანუ არ მუშაობს. აი ჰენრი ფორდის ეპოქაში, ხო, 100 წლის წინ მაგალითად 125 წლის წინ პირობით, აი 1900-იანები რო იწყებოდა ჰენრი ფორდის ეპოქაში და მერეც, რა თქმა უნდა, ხდებოდა რა, მანქანებს ღებავდნენ მარტო შავ ფერად. და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. მე არ ვიცოდი თავიდან ეს რო ვისწავლე, მაგრამ ეს მიზეზი, ანუ ვერ მივხვდი ამ მიზეზს საერთოდ, მაგრამ ხდებოდა ესეთი რაღაც, რომ ამ მანქანებს შავ ფერად იმიტომ ღებავდნენ, რომ შავი ფერი შრებოდა ყველაზე სწრაფად. და მანქანები დილერშიპებში კი არ მიდიოდა და ცენტრებში. პირდაპირ ქარხნიდან გამოაგორებდნენ ამ მანქანას და მომხმარებლების უზარმაზარი რიგი იყო, რომლებიც პირდაპირ კეშს იხდიდა და ეს მანქანა მიყავდა ქარხნიდან. და ეგ ეპოქა აღარ არის დღეს. ანუ არც ერთ პროდუქტზე და არც ერთ სერვისზე ეგეთი სიგიჟე აღარ ხდება, იმიტომ რომ გვერდზე არის მისი კონკურენტი და იმისგან შეგიძლია რომ იყიდო და მაშინ ავტომანქანა იყო რაღაც ფუფუნების საგანი და ახალი ხილი. და ანუ ამიტომ ღებავდნენ შავად, რომ 3 და 4 დღე გაშრობაზე რო არ დაჭირვებოდათ ლოდინი, პირდაპირ იყიდებოდა ქარხნიდანვე. დღეს ეგრე არ არის. დღეს ტესლას 9 მილიონი გასაყიდი მანქანა ყავს, თუ უფრო მეტი სტოკში, ესე ვთქვათ. ასე რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებელზე ორიენტირება. თუ მომხმარებელზე არ ხარ ორიენტირებული, გრძელვადიანად არსად არ ხარ. საქართველოში რა წყაროები არსებობს იმისათვის, რომ სტარტაპი დავიწყოთ და შემდეგ უკვე განმოვითავოთ? თუ რაღაცა კატასტროფული პრობლემა არ გაქვს და გადარჩენის თუ არ გადარჩენის პირას არ ხარ, რაღაც სიკვდილსიცოცხლის ამბავი არ გაქვს, ჩემი აზრით სტარტაპმა საწყის ეტაპზე განსაკუთრებით ცესხი არ უნდა აიღოს. იმიტომ რომ არსებობს ბევრი რესურსი იმისა და საერთოდ თვითკმარი სტარტაპიც, ესე ვთქვათ, შეიძლება გქონდეს და ფული საერთოდ არ გამოიყენო თავიდან. მიმირექსის შემთხვევაში ძალიან ცოტა ფული დავხარჯეთ პროდუქტის შექმნაზე. თითქმის არ დაგვიხარჯავს ფული. თვითონ პროდუქტის შექმნაზე და კოდის დაწერაზე, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს ამ მიმართულებით. თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩვენი ფულის დიდი ნაწილი დაიხარჯა წარმომადგენლობით ხარჯებზე. იმიტომ რომ მე რო არ ვიცოდი ტრადიციული ბიზნესიდან რომ მოვდიოდი,
მაინტერესებდა ბევრი ადამიანის აზრი, ვისაც უკეთებია ბიზნესი, ვისაც ესმოდა სტარტაპი, ვისაც ესმოდა ტექნოლოგიები, ვისაც ესმოდა პროდუქტის მენეჯმენტი, პროდუქტის დეველოპმენტი და ასე შემდეგ და ამ ადამიანებს ხან კაფეში დაუპატიჟებდით, ხან ბარში დაუპატიჟებდით, ხან რესტორანში დაუპატიჟებდით, ხან რაღაც სიტუაციაში, ხან ისეთ კონფერენციაზე წავიდოდით, ისეთ ადგილას წავიდოდით, სადაც ფული გვეხარჯებოდა, იმის გამო რომ ეს ნეტვორკინგი მომხდარი იყო და ამ ადამიანებისთვის აზრი გვეკითხა. და ბევრი ამაზე არ საუბრობს და მე ძალიან იშვიათად გამიგონია რომ ეს თემაა ზოგადად, მაგრამ იმაზე მეტი ფული დაგვეხარჯა ჩვენ წარმომადგენლობით ხარჯებში, ასეთ ხარჯებში, ვიდრე თვითონ პროდუქტის განვითარებაში თავიდან. და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ფული ღირს ყველაფერი და როცა კომპანია ჯერ იურიდიულად არ გაქვს, დროშა გჭირდება თუ ბანერი გჭირდება თუ მაისური გჭირდება კომპანიის ლოგო თუ ლოგო გჭირდება თუ რაც არ უნდა გჭირდებოდეს, შენი ფულით იხდი მაგას რა, შეიძლება დომეინი გჭირდებოდეს, ან ჰოსტინგი გჭირდებოდეს, ან რაღაც, მაგას აკეთებ შენი ფულით, ან Google Workspace გჭირდებოდეს, შეიძლება სტარტაპის ჯერ ბევრ ადამიანს არ ჯერა. არსებობს რაღაც ინვესტორების ქსელი, არსებობს ბევრი კერძო ინვესტორი, რომელსაც სტარტაპი საერთოდ სხვანაირად წარმოუდგენია, ფიქრობს, რომ ფული ეს არის სტარტაპი არის ისეთი რაღაცა, რაშიც ქეში უნდა ჩადო და წელიწად ნახევარში ქეშად ამოიღო უკან. ეგეთი რამე არ ხდება სტარტაპში. სტარტაპი თუ წარმატებულია, შეიძლება 10 წელი, ესე ვთქვათ, მოგებაზე არ გავიდეს. Uber-ი კარგი მაგალითია, ხო? არ გავიდა მოგებაზე არასოდეს, მაგრამ იზრდება და რამდენიმე მილიარდიანი კომპანია. შესაბამისად, თუ ვიღაცას გონია, რომ როგორც სახაჭაპურეში ან რაღაცაში ჩადებს ქეშს და მე ისევ ქეშს ამოიღებს, ეგეთი ინვესტორი საერთოდ არ უნდა ყავდეს. სამწუხაროდ ძალიან ცოტა არის საქართველოში ისეთი ინვესტორი, რომელსაც სტარტაპი ესმის და რომელსაც ესმის ის პოტენციალი, რომელიც სტარტაპმა შეიძლება შექმნას. ჩავდე ქეში სტარტაპში და რამდენიმე წლის მერე ეს სტარტაპი ძალიან წარმატებულია და ჩემი ქეში გაასმაგდა მაგალითად და მერე, როდესაც ეს სტარტაპი გაიყიდება, იმ ქეშს დავიბრუნებ ასმაგად. ეს არის სწორი მიდგომა შედარებით, ვიდრე ის რომ ჩავდე და ხვალ უნდა ამოიღო ისევ ქეში. ეგეთი რამე ნაკლებად ხდება სტარტაპში. თითქმის არ ხდება. მაგის გარდა, რა თქმა უნდა, შენი პირადი კაპიტალი, შენი პირადი ქონება და შენი პირადი ფული, ესე ვთქვათ, შეიძლება მუშაობდეს სამსახურში და აიღო ეს ფული შენი ხელფასის ნაწილი და ჩადო სტარტაპში, მერე შემდეგ თვეში და შეიძლება ეს გუნდის ყველა წევრმა გააკეთოს. შეიძლება ოჯახის წევრები ან მეგობრები დაგეხმარონ და პირველი ინვესტორები იყვნენ, ენჯელები მაგალითად შენ სტარტაპში. და არსებობს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პლატფორმები, როგორიც არის Kickstarter-ი და არსებობს crowdfunding-ის ნაწილი, რომელიც საქართველოსთვის ცოტა ჯერ კიდევ უცხოხილია. მე რასაც ვიტყოდი, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მეტი ინვესტორი გვყავდეს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ინვესტორთა ქსელებიც რო აიღო, იქაც ძირითადად ინვესტორები ერთი რომ არ გვყავს ბევრი ფულიანი ადამიანი, ესე ვთქვათ, იმდენი ფული რო ქონდეს, რომ სტარტაპზე გარისკოს. და მეორე, პასუხისმგებლობა და რისკის აღება იმდენად არ არის ჩვენს კულტურაში. ამერიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ამერიკელი VC ფანდი, ესე ვთქვათ, სარისკო კაპიტალის ფონდი აიღებს დაუშვათ $1 მილიონ და იტყვის, რომ მე უნდა ჩავდო ეს $1 მილიონი 20 სტარტაპში და თითოს მივცე $50,000 და მე მეწოდინება, რომ ამ 20 სტარტაპიდან 19 გაფეილდება და ის ერთი მომიტანს $2 მილიონ. შესაბამისად, 2 წელიწადში მე ვიშოვი კიდევ მილიონს. ერთი სტარტაპის ხარჯზე და დანარჩენის 19 რო გაფეილდება, ჩემთვის ოკეი არის. პრობლემა არ არის. აქ მაგის აღქმა ცოტა უჭირთ, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა ეს პასუხისმგებლობის აღქმის კუთხით. ინვესტორების მხრიდან პასუხისმგებლობის აღქმის კუთხით, იმიტომ რომ მე რაც მინახავს ინვესტიციები საქართველოში, ძირითადად არის სინდიკატები. ძირითადად თუ რომელიმე ბიზნესში დებენ $20,000 ან $100,000, პასუხისმგებლობას ინაწილებს 50 ადამიანი, ან 20 ადამიანი, ან 5 ადამიანი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს ამის კულტურა. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს მალე განვითარდება. რა რჩევას მისცემდი იმ ადამიანებს, ვისაც სურთ, რომ დაიწყონ სტარტაპი, როგორ უნდა გაანალიზონ თავიანთი უნარები, თვისებები და ცოდნა, სანამ დაიწყებენ სტარტაპს? ერთი, რასაც ვიტყოდი, რამდენად უნდათ საერთოდ ბიზნესის დაწყება. რამდენად ჭირდებათ. რა მოტივაცია ამოძრავებთ იმისთვის, რომ ბიზნესი დაიწყო. თუ ამოძრავებს ეგოიზმი,
საერთოდ რომ ამბობდი, თუ ამოძრავებთ ეგოიზმი, მაშინ რა თქმა უნდა, არ უნდა შეიკავონ თავი, მაგრამ ცოტა მეტი უნდა გაიგონ უკვე გამოცდილი სტარტაპერებისგან. მე ყველაზე მეტად დამეხარჯა, აი ცოტა ხნის წინაც ვამბობდი, წარმომადგენლობითი ხარჯები მეთქი რომ ვამბობდი, ამ ადამიანებთან შეხვედრა იყო ჩემთვის ძალიან დიდი ინსპირაცია. ანუ ასაკით ჩემზე ბევრად პატარა სტარტაპერებს ხვდებოდი და ვეუბნებოდი რომ როგორ გააკეთე, როგორ მიაღწიე, აქ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, ჯიტასთან როგორ მოვიქცე, იმასთან როგორ მოვიქცე და ძალიან კარგი იყო. მე ურჩევდი რომ რაც შეიძლება მეც ანტრეპრენერს შეხვდნენ და ელაპარაკონ, მოისმინონ მათი აზრი, რომ რას ნიშნავს საერთოდ, ხო? აი შარშან მაგალითად ვებ სამიტზე ვიყავით ყატარში ჩვენი გუნდი და ვებ სამიტზე 2 დღეში მე ვესაუბრე 300 დამფუძნებელს მაგალითად. მე შემეძლო რომ უბრალოდ მე არა ამ რიგებში და დამეთვალიერებინა რაღაც ბანერები და მე ნახა რომ ხედავ ფინტეკი ან ხედავ განათლების eduteki არის რაღაც კომპანია ან მაგალითად არ ვიცი რაღაცა marketplace სტარტაპია და ოკეი, გასაგებია, მაგრამ არა, დამფუძნებლები იქ იდგნენ და მინიმუმ 5 წუთიანი საუბარი მქონდა ყველასთან, მინიმუმ 5 წუთიანი, 300-ზე ცოტა მეტ დამფუძნებელთან და რამდენიმე ათეულ ინვესტორთან. ანუ მესამე დღეს ყელი იმ დონეზე მტკიოდა, რომ ვეღარ ვლაპარაკობდი უკვე. იმდენი ვილაპარაკე რა და რატომ ვილაპარაკე? იმიტომ რომ მე გავიცანი ადამიანები სხვადასხვა მთელი მსოფლიოდან, სხვადასხვა კონტინენტიდან, გავიცანი საოცარი ადამიანები აზიიდან, ესე ვთქვათ, აზიელი ანტრეპრენერები მოგვეხსენება ყველას, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან მაგრები არიან, რაც ჩემთვის იყო უახლესი იყო აფრიკელი ქალი მეწარმეები. ანუ ცოტა შოქში ვიყავი, იმიტომ რომ მამაკაცებზე ბევრად მეტი ანტრეპრენერი იყო წარმოდგენილი, ქალი ანტრეპრენერი ვებ სამიტზე და სრულიად საოცარი, ესე ვთქვათ, იდეები ჰქონდათ, ბიზნეს მოდელები, სტარტაპები უკვე შექმნილი, უკვე ისეთ დონეზე, რომ ვენჩურული კაპიტალი უნდათ რომ მოეზიდათ, იმიტომ იყვნენ ჩამოსულები და ანუ მართლა გაოგნებული დაურჩია აფრიკელი მეწარმეებით, იმიტომ რომ ეს მიმართულება ძალიან ვითარდება, ეტყობა ამ კონტინენტს. ანუ როგორც ვახსენებ, ბევრი რო არ ვილაპარაკო ამ თემაზე, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდი, ვისაც ეს გაუკეთებია და ვისაც დაუშვია შეცდომები. შეიძლება ფიქრობ, რომ შენ თავზე უნდა იყო ორიენტირებული და შენ სკილებზე და ვაიმე გავქაჩაო, ვაიმე ვერ, ანუ უფრო მეტად უნდა იყო ორიენტირებული სხვებზე. ასევე უნდა იყო ორიენტირებული მომხმარებლებზე, ანუ მეორედ აღარ ვთქვი ეს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ მომხმარებლებზე, ანუ მოგივიდა იდეა რომ რაღაც შექმნა, წადი ქუჩაში გააჩერე ხალხი და კითხი, აბა ამაზე რას ფიქრობ? უცხო ადამიანები რა, და აბა იქნებოდი თუ არა ჩემი პროდუქტის მომხმარებელი. ეს გადამწყვეტია. მათ შორის შეიძლება გასაფიჩი გაქვს რაღაცა თემა, უკვე იდეა გაქვს, უკვე პრეზენტაცია გაქვს. მე მაგალითად სანამ ჯიტაზე გავიდოდი ფინალში სრულიად უცხო ადამიანებს პოულობდი დერეფანში და შემომყავდა და ვეუბნებოდი, რომ აი 3 წუთს წაგართმევ ზუსტად და მოისმინე ჩემი ფიჩი და მითხარი რას ფიქრობ. სრულიად უცხო ადამიანებს ნებისმიერი ასაკის და ანუ ზოგს უთქვამს, რომ ინგლისური არ ვიცი და ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მე მგონი თავდაჯერებული ხარ ან რაღაც და ანუ მართლა უნდა აკეთო ეს, რომ სხვა ადამიანებს პოტენციურ მომხმარებლებს ესაუბრო და იმ ადამიანებს, ვისაც უკვე ეს გზა გაუვლიათ. აი როგორც მიმირექსზე გვაქვს რა, ჩვეულებრივად შეგიძლია რომ უამრავი ანტრეპრენერი გაიცნო და უკავშირდე და გაიგო მათი აზრი. კიდევ მე რასაც ვიტყოდი არის კარგად რომ გადახედო შენ ღირებულებებს, პრინციპებს და ჩვევებს და თვითდისციპლინას. საკუთარი თავის მენეჯმენტი შეგიძლია? შეგიძლია რომ 24 საათი იმუშაო, შეგიძლია რომ ღამე გაათენო, შეგიძლია რომ ვიღაცა რომ დაგცინებს, დაგამცირებს, გეღადავება, გეტყვის რომ არაკომპეტენტური ხარ, მათ შორის მომხმარებელი რო გეჩხუბება. აი ჩვენ მაგალითად პირველი მომხმარებელი რო ყავდა, ფული ვერ გადაიხადა, გადახტამ გაჭედა, გადახტის სისტემამ გაჭედა. ფული ვერ გადაიხადა. ანუ პირველი მომხმარებელი რეკავს გაბრაზებული და მათ შორის ექსპერტიც რეკავს, რომ რა ხდება, მომხმარებელს უნდა ჩემი საათის დაჯავშნა და ვერ. ანუ ეს ხდება ყოველთვის რა და მარცხი და პრობლემა რომ მოდის, ანუ მაგას გაუმკლავდები თუ არა? გაუმკლავდები თუ არა იმას, რომ სტაბილური შემოსავალი კერას
შემოსავალი საერთოდ არ გექნება. მზად ხარ თუ არა მაგისთვის. მზად ხარ თუ არა ფსიქოლოგიური წნეხისთვის. მზად ხარ თუ არა იმისთვის, მე არ მიხსენებია დღეს ეს და აუცილებლად უნდა ვახსენო, მზად ხარ თუ არა იმისთვის, რომ ის მეგობრები, რომლებიც ბიზნესში შეკყავს, ხშირად მეგობრებთან ერთად ვიწყებთ ხოლმე სტარტაპს, მზად ხარ თუ არა, რომ იმათთან ურთიერთობა გაგიფუჭდეს, კამათი მოგივიდეს, კონფლიქტი მოგივიდეს, ან საერთოდ დაკარგოთ ერთმანეთი. ამისთვის მზად ხარ? სამწუხაროდ ხდება ესეთი რამეები, ყოველთვის არა, მაგრამ ხდება. მე აი ასეთ კითხვებს დაუსვამდი ჩემ თავს და ასეთ რაღაცებს გავარკვევდი, ესე ვთქვათ. დანარჩენი უნარები მაქვს თუ არა და თვისებები მაქვს თუ არა, რა თქმა უნდა. კიდევ ერთ საკითხია, რომ საჭირო ვარ თუ არა მე ამ სტარტაპისთვის. აი, ხო დიდი ხანი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ჭირდება თუ არა პროდუქტი მომხმარებელს, გავქარჩავთ თუ არა თუ რაღაც. საჭირო ვარ თუ არა მე ამ სტარტაპისთვის. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ისეთი სიტუაცია, სადაც ანუ საჭირო იყო 2 დამფუძნებელი და ყავს 7 დამფუძნებელი და დანარჩენი 5 რისთვის მოიყვანა ამ ხალხმა გაუგებარია, ხო? ეხლა მე ხშირად მენტორინგს ვაკეთებ და უყურებ ხოლმე რომ ანუ ეს ადამიანი ანუ ცოდნა აქვს, გამოცდილება აქვს, რა შემოაქვს ამ გუნდში, რით გამდიდრებთ, რით ესე ვთქვათ, აუმჯობესებს თქვენი წარმატების შანსებს და არიციან ხოლმე რა. ხშირად ისეთი ამბავია, რომ ვიღაცას ეტყვი, რომ აი სტარტაპს ვაკეთებ და ხო არ შემოგვიერთდები, სტარტაპს ვაკეთებ, ხო არ შემოგვიერთდები, ან შენც ხო არ შემოგვიერთდები და ანუ ეს ზედმეტი ხალხი არ ვარგა სტარტაპში და ასევე უნდა გესმოდეს, რომ შეიძლება ეს ზედმეტი ადამიანი შენი იყო. ძალიან ჩვეულებრივად და სტარტაპს და პროდუქტს ჭირდები თუ არა შენ ესეც გადამწყვეტი ფაქტორია და ამაზეც უნდა იფიქრო. საერთოდ მე რატომ ვაკეთებ და მე რატომ ქმნი კი არა იმ სტარტაპს რაში ვჭირდები და იმ მომხმარებელს რაში ვჭირდები. სწორი ადამიანი ვარ რომ ეს ღირებულება შევქნა. მე მაგალითად არ ვიქნებოდი სწორი ადამიანი ისეთი ინდუსტრიის სტარტაპში, რომელიც მე არ მესმის. არ ვიქნებოდი სწორი ადამიანი. და ვიტყოდი რომ იცი რა მე არ ვარ სწორი ადამიანი რა. მე მქონდა შემთხვევა, რამდენი 2-3 წლის წინ მოვიდა ჩემთან ერთი გუნდი და მითხრეს რომ შემოგვიერთდი, აი მაგარი იდეა გვაქვს, რაღაცა ეგერ ჭიტაზე გავდივართ, ეგერ რაღაცა, ეგერ ინვესტორი ყავს, მე ვთხარი რომ მე ეს თემა არ მესმის. და არ შემიძლია ამ თემაზე, ანუ არ შემიძლია ამ თემაზე მუშაობა, იმიტომ რომ არა მარტო არ მესმის, არ მაინტერესებს საერთოდ და რაც არ მაინტერესებს, იმ პროდუქტს ვერ შევქმნი და ვერ გავყიდი. და ეს კითხვაც აუცილებელია, რომ საკუთარ თავს დაუსვა, ზედმეტი ხომ არ ვარ. საჭირო ვარ საერთოდ მე, ჩემი თვისებებით, ჩემი უნარებით, ჩემი ყველაფრით. მადლობა ძალიან დიდი. საინტერესო საუბარი იყო. მემსახურები საქართველოს. ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა ჩემი აზრით და გისურვებ წარმატებებს შენს ამომავლო სტარტაპში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ასევე მინდა ვახსენო, რომ მაგარი წამოწყებაა და წარმატებებს გისურვებ მომდევნო ეპიზოდებში.